დღეს საჯარო სკოლებში პირველ კლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები ისწავლიან, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. პირველ ეტაპზე 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. საყოველთაო რეგისტრაციამდე კი 12 დიდი ქალაქის, მათ შორის თელავის მაცხოვრებლებს მესამე ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ეტაპის გავლა მოუწევთ. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად პირველ კლასელების რეგისტრაცია შეიძლებათ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ამ ეტაპზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების თანახმად დღეს უკვე 18 თებერვალს დაიწყო პირველ კლასელთა რეგისტრაცია, რომელიც გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით და ამ დროისათვის ამ ვადებში პირველ კლასელების მშობლები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ საჯარო სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით. რაც მთავარია, აი ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეძლებენ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. მშობელს თან უნდა ჰქონდეს სამედიცინო დასკვნა, ორივე მშობლის პირადობები და პირადობის ასლების შესაბამისად დაბადების მოწმობებიც და რაც შეეხება განცხადებას დაწერენ უშუალოდ სკოლაში. აი ამ ეტაპზე 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით მხოლოდ სკოლაში ხდება რეგისტრაცია. ამ ეტაპისთვის ისევ მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა პირველი მე-12 კლასის ჩათვლით როგორც კლასის, ასევე სემესტრების ექსტერნების რეგისტრაცია. დაიწყო დღეს ესეც 18 თებერვლიდან და გასტანს 5 მარტამდე, ანუ 5 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდისათვის, ვისაც სურს, რომ ექსტერნი ჩააბაროს, მისი ასაკი უნდა შეესაბამებოდეს იმ კლასს, რომელ კლასშიც უნდა რომ დაჯდეს მოსწავლე. ექსტერნების რეგისტრაცია მოხდება ტერიტორიული იმ რესურს ცენტრის ბაზაზე, სადაც ეს ბავშვი სწავლობს, ანუ კონკრეტულად თუ სწავლობს გურჯაანის საჯარო სკოლებში, რეგისტრაცია შეძლებენ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ. რა თქმა უნდა წარმოადგინოს მშობელმა, იმიტომ რომ მოსწავლე, ანუ კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება და მოსწავლე არის არასრულწლოვანი, სკოლიდან უნდა მოიტანოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ რეალურად ეს მოსწავლე სწავლობს, რომელ კლასშია გაჩერებული, რომ მისი ასაკი შეესაბამება იმ კლასს, რომელშიც სურს, რომ ექსტერნის გამოცდები დაძლიოს და განცხადებას რაც შეეხება, რესურს ცენტრში დაწერს კანონიერი წარმომადგენელი.